იმისათვის, ვინც ლიტერატურით და წიგნებით ინტერესდება, საინტერესო ნაწილი გვერდის. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის წარმომადგენლები არიან დღეს ჩვენთან გადაცემაში სტუმრად. ნინო ნადიბაიძე, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის პიარ-მენეჯერი, მიხეილ ციხელაშვილი, მარჯან სატრაპის პერსეპოლისის მთარგმნელი და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის საავტორო უფლებების მენეჯერი ლიკა ჩაფიძე, მალალა იუსაფზაის მე ვარ მალალას მთარგმნელი, დილა მშვიდობის პირველ რიგში. დიდი მადლობა, რომ ჩვენთან ერთად ხართ. ორი წიგნით მოხვედით ჩვენთან დღეს სტუმრად და ორივეს მთარგმნელი სახეზეა, ესე ვთქვათ, დღეს ჩვენთან ერთად ხართ. მოდით დავიწყოთ სწორედ ამ წიგნებით, ამ ორი წიგნით. მალალა ძალიან პოპულარული გახდა ამ წიგნით და ნობელის პრემიაც გადაეცა სწორედ ამ ნამუშევრისთვის. ვუთხრათ ჩვენ მაყურებელს, ეჭვმეპარება ვინმე იყოს, ვისაც არ სმენია მისი სახელი, მაგრამ რაზეა წიგნი და რატო გადაწყვიტეთ, ვთქვათ, გარდა იმისა, რომ ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა, რომ გეთარგმნათ სწორედ ეს წიგნი. კი ბატონო, წიგნებზე ალბათ უფრო დეტალურად მთარგმნელებს შეუძლიათ საუბარი, მე უბრალოდ მოკლედ ვიტყვი, რატომ გადავწყვეტეთ ამ წიგნის თარგმნა. ხშირად გვეკითხებიან, რომ ალბათ ეს გადაწყვეტილება ნობელის გამო მიიღეთ, მაგრამ რაც სიმართლეს არ შეესაბამება, იმიტომ რომ ამ წიგნის გამოცემის გადაწყვეტილება მივიღეთ ფაქტიურად მას შემდეგ, რაც ზოგადად ეს წიგნი გამოიცა. ეს იყო 2 წლის წინ, როდესაც ჩვენ წარმომადგენლებმა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ნახეს ეს წიგნი, მაშინვე დავიწყეთ ფიქრი იმაზე, რომ ეს წიგნი აუცილებლად უნდა ყოფილიყო ნობელიანი. კი, მაშინ ჯერ ნობელის პრემიაზე არ იყო ესე აქტიურად საუბარი და მაშინ გადავწყვეტეთ, რომ ეს წიგნი აუცილებლად უნდა გამოგვეცა ქართულ ენაზე და ქართულ მკითხველს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ ეს წიგნი მშობლიურ ენაზე წაეკითხა, იმიტომ რომ ნამდვილად ისეთი ამბავია, რომელიც ჩემი აზრით, ჩვენი აზრით ყველა უნდა წაიკითხოს. ამ წიგნს არ აქვს შეზღუდული ასაკობრივი კატეგორია, ნებისმიერი ასაკის მკითხველისთვის ეს წიგნი არის ძალიან საინტერესო, თუმცა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს წიგნი წაიკითხონ მოზარდება სკოლის მოსწავლეებმა და გააცნობიერონ, რომ მათი ასაკის გოგონა პაკისტანში სწავლის უფლებისთვის ბრძოლას კინაღამ შეეწირა. არაჩვეულებრივი ანიმაციური ფილმია, პირადად მე ვთქვათ, წიგნი არ მოგვწა კითხული, პერსეპოლის გულისხმობ ამ შემთხვევაში და ალბათ ვისაც ნანახია, ყველასთვის განსაკუთრებულად საყვარელია, ხო? ალბათ სანამ დაინტერესდებოდით იმით, რომ გეთარგმნათ, თქვენს ვთქვათ, ფილმიც ნანახი გქონდათ და არა, სიმართლე გითხრათ, პირველი წიგნს გავეცანი ჯერ და თუმცა ვიცოდი ანიმაციური ფილმის არსებობის შესახებ, მაინც ისე მოხდა, რომ ჯერ წიგნს გავეცანი და მე უყურე უკვე მულტფილმს და როგორც კი წიგნი წავიკითხე, მაშინ გამიჩნდა სურვილი, რომ ეს წიგნი ქართულ ენაზე ყოფილიყო და ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ მნიშვნელოვანია, რომ კომიქსის სახით არის ეს ყველაფერი. ეს არის გრაფიკული რომანი, სადაც გარკვეული ილუსტრირებული პანელების შეიძლება რომ თან ვაჩვენოთ ჩვენ. აი მაგალითად პირველი გვერდიდან რომ ავიღოთ. აი კამერა სანამი. ეს არის რომანის სტილის ნაწარმოები, რომანის სტრუქტურა არის, თუმცა ამბები მოთხრობილი არის ილუსტრაციებთან ერთად, ეს არის გარკვეულ პანელებად დალაგებული ილუსტრაციები, რომელიც ნახატი ზუსტად იმავე როლს თამაშობს ნაწარმოებში, რასაც თამაშობს ტექსტი და სწორედ ამ ილუსტრაციისა და ტექსტის გაერთიანების შედეგად ვიღებთ სიუჟეტს. ილუსტრაციის ავტორი ვინ იყო ესეც? თავად მარჯან სატრაპი არის ილუსტრაციის ავტორი, ისევე როგორც ტექსტის ავტორი. ეს ჟანრი არის გრაფიკული რომანი და უნდა აღინიშნოს, რომ პირველი ნაწარმოებია, პირველი გრაფიკული რომანია, რომელიც ქართულ ენაზე ითარგმნა და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ქართველი მკითხველი კარგად შეხვდება, იმიტომ რომ თუ პერსეპოლისი გამოიწვევს დიდ დაინტერესებას, მაშინ შეგვიძლია უკვე სხვა გრაფიკულ რომანებზეც ხო, თუ აღმოჩნდა რომ მაყურებელს აინტერესებს. მე მგონი ყველასთვის საინტერესოა, მიუხედავად იმისა, რომ ამბობენ, რომ თქვათ დასურათებული წიგნები ზოგადად თქვათ უფრო აინტერესებს პატარა ასაკის მკითხველს, მე მგონი ყველაზე ერთნაირად მოქმედებს და მეც ახლა კიდე უფრო დამაინტერესა სწორედ ამ ილუსტრაციების გამო. ზუსტად პერსეპოლისთან დაკავშირებითაც ხდება ხოლმე მსგავსი, რომ ძალიან ბევრს გონია საბავშვო ნაწარმოები, არა და არაერთ ეს საბავშვო ნაწარმოები. ეს არის ძალიან ძიმე და ტრაგიკული ბიოგრაფია შეიძლება ითქვას, რომელიც მოთხრობილი არის ეს ბავშვური და იუმორისტული ენით, ნახატების დახმარებით და სწორედ ამიტომ შეგვიძლია აღვიქვათ ის, რომ ოდნავ თითქოს არასერიოზული არის, თითქოს აკლია ის ფელის უნდა აკლდეს ფელის სიმძაფრე, რაც რეალურად გადახდა ავტორს, მაგრამ ეს ასე არ არის, ვინც წიგნს წაიკითხავს, მიხვდება, რომ ავტორმა მართლაც ყველაფერი ჩადო, რომ ძალზედ კარგად წარმოიჩინა თავისი ცხოვრების ესა თუ ის დეტალები, როგორც ისლამისტურ ირანში, ასევე დასავლეთში ძალიან საინტერესო. ორ წიგნს, ორივე წიგნს რაღაც აერთიანებს ის, რომ ორივე არის ძალიან საინტერესო
საინტერესო ქალის, ძლიერი ქალის დაწერილი, ხო და ალბათ სავარაუდოდ თარგმნილიც ასეთის პრინციპში. საინტერესოა თქვენთვის რამდენად მნიშვნელოვანი იყო ჯერ როგორც მკითხველისთვის ეს წიგნი და შემდეგ უკვე ვთქვათ აი თარგმნის პროცესში რა გამოიკვეთა რაღაც ახალი. მეც მალალას გაცილებით უფრო დიდი ხნით ადრე ვიცნობდი, ვიდრე წიგნის თარგმნაზე მივიღებდი შემოთავაზებას. ბევრი რამე მქონდა გაგებული, თუმცა ამ წიგნით საერთოდ შემეცვალა წარმოდგენა და საერთოდ სხვა სურათი დავინახე ამ პატარა გოგონასი. პერსეპოლისისგან განსხვავებით ასაკობრივად ძალიან დიდი სხვაობა არის ამ ორ ავტორს შორის, თუმცა წონა ორივე წიგნის არის ერთნაირად ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი მე ვთვლი და მალალის შემთხვევაში უბრალოდ არ შეიძლება რომ არ აქაფთოვანოს იმ ფაქტმა, რომ ეს არის 17 წლის ადამიანი დღევანდელ დღეს, რომელმაც რა ვიცი, აი სოფლიო გააოცა თავისი სიმამაცით. მარტივად რომ ვთქვათ, მხოლოდ ეს სიტყვა საკმარისია მისი ქმედებების აღწერა. თქვენი აზრით, რამდენად საინტერესო იქნება, ვთქვათ, აი ეს ორივე ნაწარმოები მაყურებლისთვის და ქართველი მკითხველისთვის, რამდენად ბევრი იქნება? მე უკვე ვიცი, რომ საკმაოდ დაინტერესება არის ორივე წიგნის მიმართ, როგორც ვინმე აღნიშნეს, მალალა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სკოლის მოსწავლეებში გასავრცელებლად, ჩემი აზრითაც დავეთანხმები და ზუსტად რამდენიმე დღის წინ ამ წიგნის რაღაცა რამდენიმე ეგზემპლარი საჩუქრად გავაგზავნეთ რაჭის სოფელ უწერის სკოლაში, სადაც გავიგეთ, რომ ბავშვები დაინტერესდნენ ამ წიგნით, შემეხმიანენ როგორც თარგმნელს და მთხოვეს ბავშვებთან გასაუბრება. და მე ისე გამიხარდა ეს მოვლენა, რომ გადავწყვიტე, რომ მეჩუქებინა ეს წიგნები მათთვის და ძალიან მიხარია, რომ აი ესეთ შორეულ ადგილებში, სადაც ჩვენ ნაკლებად გვაქვს წვდომა, რომ რამენაირად მაინც ხელი შეუწყოთ ამ ბავშვების განათლებას, მე ვთვლი, რომ ეს გოგონა გახდება მაგალითი მათთვის, რომ არ შეწყვიტონ სწავლა, პირიქით გაიხადონ განათლების მიღება თავიანთ მნიშვნელოვან ამოცანად ცხოვრებაში. ერთი რაღაცა მინდა დავამატო, ამ ორივე ავტორს აქვს ერთგვარი კავშირი, მე მიმაჩნია, იმიტომ რომ თუ კი 80-იან წლებში მარჯან სატრაპი ახერხებდა, რომ თავისი განათლებიდან გამომდინარე ერთგვარად შეწინააღმდეგებოდა რეჟიმს და ეცხოვრა ისე, როგორც მას სურდა და ქონოდა იმის უფლება, რაც მის თანატოლებს აქვთ სხვადასხვა ქვეყნებში, სუსტად იგივეს აკეთებდა მალალა. რა თქმა უნდა, ქვეყნებია განსხვავებული, თუმცა ორივე ისლამისტური ქვეყანა არის. ერთი მხრივ ირანში, მეორე მხრივ პაკისტანში და მე მიმაჩნია, რომ მალალა ერთგვარი გაგრძელება არის ზუსტად სატრაპის თაობის და ზუსტად იგივე პროტესტია, იგივე მისწრაფებებია, იგივე მოთხოვნილებებია, რაც რეჟიმთან დაუმორჩილება და სურვილი იმისა, რომ შენც გქონდეს იმის უფლება, რაც აქვს, რის უფლებაც აქვს სხვას. ამისთვის იბრძოდა ეს ორივე ადამიანი და დღესაც აგრძელებენ ბრძოლას. და დღესაც მნიშვნელოვანია, თუნდაც არა, ვთქვათ, ისლამურ ქვეყნებში და მაგალითად საქართველოში ეს თემა და ვერ ვაცნობიერებთ ხშირ შემთხვევაში რისი უფლება გვაქვს და რას არ ვიყენებთ, რომელ უფლებას ჩვენ არ ვაფასებთ ისე. თუნდაც ერთი წიგნი ამურიდან რომელიმე წიგნს წაიკითხავს, აუცილებლად დაიჭერს პარალელებს გავლებს აუცილებლად ქართულ რეალობასთან, იმიტომ რომ მიმაჩნევ ძალიან ახლოს არის ეს ორივე წიგნი ჩვენთან, არა იმდენად სიმძაფრით და სისასტიკით, რაც ამ წიგნებშია აღწერილი, რამდენადაც აი ზუსტად იმ პრობლემებით, რაც არის ქვეყანაში. ყველა ადამიანისთვის არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ქვეყნის და კულტურის, ვთქვათ, წარმომადგენელი ალბათ. გარდა იმისა, რომ ვთქვათ, ესეთი პრინციპში ისეთი წიგნია, რომ ალბათ ყველამ უნდა წაიკითხოს, ხო და გაეცნოს, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია, მაგრამ გარდა ისეთი წიგნებისა, რომელიც რაღაც მსოფლმხედველობაზე ახდენს გავლენას, ხშირად თავშესაქცევი წიგნების წაკითხვაც გვინდება, ხო? მაგალითად, ეს გრეის 50 ელფერი, რომელმაც არ ვიცი, ყველა ალაპარაკა, ყველამ წაიკითხა, ვინც აქამდე კითხულობდა, ან არ კითხულობდა და წიგნთან საერთოდ არანაირი შეხება არ ქონია. დღეს რას კითხულობენ ზოგადად უფრო ხშირად, ვთქვათ, რა ტიპის და რომელი წიგნებია უფრო მოთხოვნადი და ხო არ იგეგმება იგივე ამ წიგნის შემდეგი ნაწილის თარგმნა უკვე ქართულად. რაც შეხება გრეის პირველი ტომი ჩვენ შემოდგომაზე გამოვეცით და ახლა მეორე ტომი ზუსტად ფილმის მეორე ტომის გამოცემა ფილმის პრემიერასაც დაემთხვა, ცოტა ხნის წინ შემოვიდა უკვე მეორე ტომიც. მოთხოვნა არის საკმაოდ დიდი ამ წიგნზე. მეორე ტომი გაყიდვაშია უკვე? კი, მეორე ტომის ქართულენოვანი ვერსია უკვე გაყიდვაშია. კი.
მოთხოვნა არის ამ ციკლზე ძალიან დიდი, თუმცა მე ვერ ვიტყოდი, რომ პროზის ჟანრში რომელიმე მიმართულებაზე განსაკუთრებით დიდი მოთხოვნა არის ციგნები, თქვა თინეიჯერებისთვის, არის ციგნები სამეცნიერო ფანტასტიკის მოყვარულებისთვის, ესეთი ტიპის ავტობიოგრაფიული ციგნები, ჩვეულებრივი რომანები. მე ვთვლი, რომ აი ეს რაღაც მკითხველების რაოდენობა ძალიან თანაბრად და პროპორციულად ვითარდება და იზრდება. ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე განსაკუთრებულად დიდი ესეთი მოთხოვნა რაღაც უფრო მეტნი რომელიმე მიმართულებისკენ არიან, ესე ვერ ვიტყოდი. რა მიმართულება იმ მხრივ, რომ ქართველი მწერლების ნაწარმოებები გაიცნოს, თქვათ, მსოფლიომ, რამდენად ბევრი ქართველი მწერალი ითარგმნება, თქვათ, უცხო ენებზე, ამის შესახებ თუ შეგიძლიათ. უშუალო კავშირი მოგვიყვება საქმიანობიდან გამომდინარე. როგორც თქვენს ყინული დაძრული არის, იმიტომ რომ რამდენიმე გამომცემლობა გამოჩნდა სხვადასხვა ქვეყნებში, რომლებიც სხვადასხვა ენებზე გამოცემენ უკვე ქართულ ავტორებს. პირველ რიგში ეს ხდება იმის გამო, რომ დაინტერესება არის ქვეყნისადმი და სწორედ აინტერესებთ უცხოელ გამომცემლებს ისეთი ნაწარმოები, რომელიც ერთგვარ ილუსტრაციას შეუქმნის თუ რა ხდება საქართველოში, რა კულტურის მატარებელი ვართ და ასე შემდეგ. გარდა ამისა, ძალიან დიდ როლს თამაშობს ის ფაქტორიც, რომ 2018 წელს ვიქნებით ფრანკფურტის ბაზრობის საპატიო სტუმრები, რაც ნიშნავს იმას, რომ გამომცემელთა და დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან ისეთი სახელოვანი გამომცემლების დიდ ყურადღებას მიიპყრობენ ქართველი ავტორები და იმედი მაქვს, რომ რომელიმე ქართველი ავტორი ძალიან წარმატებული გამომცემლობის მიერ იქნება გამოცემული, იქნება ეს გერმანულ ენაზე, ინგლისურ ენაზე. ფაქტია, რომ არის ბაზა იმისა, რომ ევროპელი მკითხველი ელოდებოდეს ქართველ ავტორს. ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. იმედია რომ ძალიან კარგად განვითარდება მოვლენები. ძალიან მოკლედ რო ვუთხრათ ჩვენ მაყურებელს, თუ არსებობს კიდე ეს ახალი თარგმანი, რომელიმე რადგან დღეს უფრო თარგმნილ და უცხოელი ავტორების ციგნებზე ვისაუბრეთ, თაროებზე თუ გამოჩნდა რაიმე კიდევ ახალი, საინტერესო, რომელსაც ურჩევდით, თქვათ ჩვენ მაყურებელს რომ გაეცნოს. კი, როგორ არა, ჩვენ გვაქვს ბევრი სიახლე, ბოლო პერიოდში ბევრი ახალი ციგნი შემოგვივიდა, ამ შემთხვევაში გამოვყოფდი ჩვენ სიახლეებს სოფლიო კლასიკის სერიაში, ეს არის სარამაგუს იესასახარება. გვაქვს ასევე ტურგენევის ციგნი რომანები და ასევე ვირჯინია ვულფის გზაშუქურისკენ სამივე არის ძალიან კარგი თარგმანი, ძალიან საინტერესო ციგნი, სამივეს ელოდა მკითხველი, ასე რომ ძალიან დიდი მადლობა თქვენ რომ დღეს ჩვენთან ერთად იყავით. წარმატებას გისურვებთ, სამწუხაროდ დროში ვართ შეზღუდულებით.